Today we will talk with Dr. Lisa Hammer. დღეს ჩვენი სტუმარია პედიატრი, დოქტორი ლიზა ჰემერი, სერტიფიცირებული ლაქტაციის კონსულტანტი და ძუძუთი კვების მედიცინის აკადემიის წევრი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება პედიატრიაში, ლაქტაციის მედიცინასა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის მართვაში. დოქტორმა ჰემერმა მიჩიგანის უნივერსიტეტის პედიატრიულ ფაკულტეტზე შექმნა უაღრესად წარმატებული პროგრამა ძუძუთი კვების მედიცინაში. მოგვიანებით კი ტრინითი ჰელთთან პარტნიორობით შექმნა პერინატალური ჯანმრთელობის ინტეგრირებული მოდელი, რომელიც ძუძუთი კვების მხარდაჭერასთან ერთად მოიცავს დედის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებასა და საჭირო დახმარებასაც. დოქტორი ჰემერი დედებს სთავაზობს პროფესიულ მხარდაჭერასა და კონსულტაციას ძუძუთი კვების მთელი პროცესის განმავლობაში. Dr. Lisa Hammer, thank you. დოქტორო ჰემერ, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. თქვენ წაიკითხეთ ლექცია თემაზე ლაქტაციის თერაპიული ეფექტები და სირთულეები. ხშირად ამბობენ, რომ დედის რძე ბუნების იდეალური საკვებია, თუმცა ალბათ ეს განსაზღვრებაც კი სრულად ვერ ასახავს მის მნიშვნელობას. კვებითი ღირებულების გარდა, რა არის ძუძუთი კვების სხვა თერაპიული ეფექტები, რომლებსაც შესაძლოა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ვაფასებთ? ფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ ნაკლებად ვაფასებთ და ვსაუბრობთ, რომ ძუძუთი კვება სარგებელს მხოლოდ ბავშვს კი არა, დედასაც აძლევს. კვლევები აჩვენებს, რომ ის ამცირებს ძუძუსა და საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს. ასევე ხელს უწყობს მეტაბოლური პრობლემების შემცირებას, მათ შორის მკვეთრად ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს და გარკვეულწილად ეხმარება მშობიარობის შემდეგ წონის კლებასაც. ამიტომ ძუძუთი კვება დედისთვის ძალიან სასარგებლოა. რაც შეეხება ჩვილებს, მათ შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება სხვადასხვა ინფექციის, მაგალითად ყურის ინფექციის განვითარების რისკი. თუმცა ასევე ვხედავთ გრძელვადიან სარგებელს. ნაკლებია ასთმისა და ალერგიების განვითარების ალბათობა მოგვიანებით. მიუხედავად ამ არაერთი სარგებლისა, ბევრ ახალნამშობიარებ დედას აქვს რეალური პრობლემები, რაც ხელს უშლის ძუძუთი კვებას. თქვენი გამოცდილებით, რომელი პრობლემებია ძუძუთი კვების დროს ყველაზე გავრცელებული, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია დროული მკურნალობით, თუმცა ხშირად სწორედ ისინი ხდება იმის მიზეზი, რომ დედები ძუძუთი კვებას ნაადრევად წყვეტენ. ყველაზე გავრცელებული პრობლემა დასაწყისში ტკივილია, რომელიც ხშირად ბავშვის არასწორი მოჭიდების შედეგია. ასეთ შემთხვევაში ლაქტაციის კონსულტანტ შეუძლია დედას სწორი მოჭიდების ტექნიკა ასწავლოს და პრობლემა საკმაოდ სწრაფად მოგვარდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა რძის არასაკმარისი რაოდენობა. ზოგჯერ ამის გამოსწორება შესაძლებელია სწორი კვების რეჟიმისა და ლაქტაციის მართვით. რას ეთყოდით იმ დედებს, რომლებიც ახლა სწორედ ამ პრობლემებს ტკივილს ან რძის ნაკლებობას განიცდიან? რა იქნებოდა თქვენი პირველი რჩევა? უპირველესად ვურჩევდი აუცილებლად მიმართონ დახმარებას. არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს ყველა დედამ ბუნებრივად უნდა იცოდეს, როგორ უნდა აწოვოს ბავშვს ძუძუ და ყველაფერი დამოუკიდებლად შეძლოს. სინამდვილეში დედებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ამიტომ ჩემი პირველი რჩევაა მოძებნონ კვალიფიციური სპეციალისტი და არ დარჩენ ამ სირთულეებთან მარტო. თქვენ წარმატებით შექმნით ლაქტაციის პროგრამები მიჩიგანის უნივერსიტეტსა და ტრინითი ჰელთში. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 6 თვის ასაკში ექსკლუზიური ძუძუთი კვების მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია. ამასთან ლაქტაციის კონსულტანტების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ხოლო სამედიცინო განათლებაში ამ მიმართულებას ხშირად საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები იქნებოდა ყველაზე ეფექტური ამ პრობლემების გადასაჭრელად? ჩემს მიერ შექმნილი პროგრამა აერთიანებს ლაქტაციის კონსულტაციასა და სამედიცინო დახმარებას, დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მონიტორინგს, მენტალური ჯანმრთელობის, მათ შორის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სკრინინგსა და მხარდაჭერას, პედიატრთან და ფსიქიატრთან ერთად სხვადასხვა სპეციალისტების კოორდინირებულ მუშაობას. მთავარი იდეაა, რომ დედამ ერთ სივრცეში მიიღოს როგორც ძუძუთი კვების, ისე ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა, რადგან ეს საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ერთ აქტიურ ექიმსაც კი შეუძლია საკუთარ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორი გახდეს და ამით დიდი გავლენა მოახდინოს გარემოზე. თქვენ ფლობთ სერტიფიკატს ლაქტაციის მედიცინაში, ასევე მშობიარობის შემდგომი ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვაში. როგორ ხედავთ კავშირს ძუძუთი კვების სირთულეებსა და მშობიარობის შემდგომ დეპრესიას შორის და თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი თავიდანვე ლაქტაციის მხარდაჭერის განუყოფელი ნაწილი? ვიცით, რომ ქალებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ დეპრესიას ებრძვიან, ძუძუთი კვება ხშირად უფრო უჭირთ. ამავდროულად, თუ დედა ძუძუთი კვების პროცესში სირთულეებს აწყდება, მას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარება
განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვს. როდესაც ძუძუთი კვება წარმატებით მიმდინარეობს, ის დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც იცავს. კვების დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი, ჰორმონი, რომელსაც ხშირად კარგი განწყობის ჰორმონს უწოდებენ. ის ხელს უწყობს იყოს მშვიდად და დედასაც ეხმარება უკეთ გაიაზროს საკუთარი როლი, მაგრამ როდესაც ძუძუთი კვებასთან ახლავს გართულებები, ამას შესაძლოა პირიქით შეასუსტოს დედის თავდაჯერებულობა და გაზარდოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი. სწორედ ამიტომ მინდა რომ ყველა დედა მიიღოს ის მხარდაჭერა და თუ საჭიროა სამედიცინო დახმარებაც, რომელიც საჭიროა ძუძუთი კვების წარმატებით გასაგრძელებლად.